ეს ნივთი, რომელსაც ახლა მოგიყვებით ძალიან ბევრ თქვენგანს, ბევრჯერ გამოუყენებია, შეიძლება ახლაც იყენებს, ახლაც უჭირავს ხელში და კიდევ აპირებს მის გამოყენებას, თუმცა საქმის კურსში არ არის, რომ ის თქვენი სხეულისთვის არის უკიდურესად, უსაშინლესად ტოქსიკური და მისი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თქვენ რო ის თავიდან მოგცემთ, შეიძლება მასზე უარი გეთქვათ, როგორც კი მას ხელში მოგაწვიდნენ, არავითარ შემთხვევაში ის არ გამოიყენოთ. იმიტომ რომ თუ ამ ნივთს თქვენ მაინც გამოიყენებთ, მოსალოდნელი არის, რომ მან თქვენს ორგანიზმში გამოიწვიოს ენდოკრინული დარღვევები, განსაკუთრებით ესტროგენის მხრივ, ასევე დარღვევები რეპროდუქციული კუთხით, გულისხმობ გამრავლებას, შვილის ყოლას, დარღვევები ბავშვების შემთხვევაში ზრდა-განვითარების მხრივ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური და კარდიოლოგიური დარღვევები და დარღვევები ჭარბწონიანობის სახით და ინსულინზე რეზისტენტობის სახითაც. ეს არის ნივთიერება, რომელსაც ქვია ბისფენოლი A და ბისფენოლი S. შეიძლება ეს სახელი თქვენ აფერს არ გეუბნებათ, მაგრამ აქ საუბარია თერმული რეცეპტის ქახალზე. აი როცა თქვა შედიხართ ხოლმე მაღაზიაში და გაძლევენ ხოლმე ჩეკს, აი მაგ ჩექსია საუბარი. როცა თქვა თქვენ იღებთ ხოლმე ბანკომატიდან ჩეკს, აი მაგ ჩექსია საუბარი. როცა თქვენ თქვა ტერმინალით გაძლევენ ხოლმე ჩეკს, აი მაგაზია საუბარი. როცა თქვენ თქვა ბენზინგასამართ სადგურზე გაძლევენ ხოლმე ჩეკს, აი მაგ ჩექსია საუბარი. სადაც აი თერმულად ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ხოლმე ინფორმაციის დატანება, შავად, აი შავი შრიფტით, აი სწორედ ეგაა, რაც თქვენი სხეულისთვის უკიდურესად ტოქსიკურია. იმიტომ რომ სწორედ მასზე გამოიყენება აი ეს ნივთიერებები, როგორც არის ბისფენოლი A და ასევე ბისფენოლი S. თავის დროზე იყო ბისფენოლი A, მაგრამ მე ნახეს რომ ის ხო ძალიან ტოქსიკური და შეცვალეს ბისფენოლი S, თუმცა აღმოჩნდა რომ ბისფენოლი S ძალიან ტოქსიკური ყოფილა და საბოლოო ჯამში მისი გამოყენება შეიძლება დღემდე კიდევ ხდებოდეს. ამიტომ ეცადეთ რომ არავითარ შემთხვევაში ეს ჩეკი ხელში არ დაიჭიროთ, იმიტომ რომ ის თქვენი სხეულისთვის ძალიან ტოქსიკურია. ეს ბისფენოლი S და ასევე ბისფენოლი A ორივე არის ენდოკრინული დარღვევები, ორივე იწვევს ესტროგენის წრის დარღვევას სხეულში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალების შემთხვევაში და არა მხოლოდ ქალების შემთხვევაში, მამაკაცების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული დარღვევები, ამ დარღვევები რაც უკავშირდება გამრავლებას, შვილის ყოლას, ასევე ბავშვების შემთხვევაში უკიდურესად ტოქსიკურია, იმიტომ რომ სხეულში ეს ნივთიერებები დიდხანს რჩება ხოლმე, დიდხანს წყლობით რჩება და შეიძლება მათი გამოდევნა ძალიან რთული იყოს ორგანიზმისთვის და ბავშვებში გამოიწვიოს ზრდისა და განვითარების დარღვევები, ასევე დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს კარდიოლოგიური, ანუ გულისა და ასევე სისხლის დარღვევის მხრივაც და დარღვევები ნევროლოგიური და ასევე დარღვევები ჭარბწონიანობის სახით და ინსულინზე რეზისტენტობითაც. ასე რომ ეს ნივთიერებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩნდეთ თქვენს განზე. ჩემი თხოვნა იქნება, რომ თუ თქვა ოდესმე თქვენ აიღებთ ხოლმე აი ამ ჩეკს, ნუ ეხლა თუ გინდა თუ არ გინდა ეხლა თუ უნდა მოკიდოთ ხოლმე ხელი, ეცადეთ ხოლმე გამოიყენოთ საფეთქი და საფეთქით გამოართვათ, თუ გინდა თუ არ გინდა ჭირებათ ეს ჩეკი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ჩეკი ხელში არ დაიჭიროთ, იმიტომ რომ თუ თქვა თქვენი ხელები არის ყოფლიანი, ან თუ ხელზე გაქვთ წასმული სანიტაიზერი, ან რაიმე თქვა ანტისეპტიკი, ან თქვა თუნდაც ხელზე გამოყენებული გაქვთ ლოსიონი, რომ ხელები გიშლებათ და გინდათ ატენიანოთ, აი ესეთ შემთხვევებში ძალიან სწრაფად აღმოჩნდება თქვენი კანის გავლით სხეულში. თუნდაც არაფერი არ ქონდეს წასმული და ხელები შალი იყოს, მაინც შეიწოვება, იმიტომ რომ მას ძალიან გამოკვეთილი პენეტრაციის უნარი აქვს კანის მხრივ. ამ კანში ძალიან სწრაფად აღწევს, რამდენიმე წამიც კი საკმარისი არის, რომ ის უკვე ჩვენს სხეულში შეიწოვოს, ჩვენს ხელმოდი შეიწოვოს და აღმოჩნდეს უკვე ჩვენს ორგანიზმში წყლობით. ასე რომ არავითარ შემთხვევაში ეს ჩეკი ხელში არ დაიჭიროთ, თუ თქვენს გინდა თუ არ გინდა, აი ხა არ ჭირდებათ. თუ მაინც და მაინც გჭირდება, შეგიძლიათ ხოლმე სურათი გადავიღოთ შორიდან და ამ სახით გამოიყენოთ, ან საერთოდ არ დაიჭიროთ ხელში, ან რაღაც საფეთქით, ან ხელათმანით, რაღაც ხვდებით ხო რამდენი ტოქსიკურია, ის ჩვენი სხეულის უკიდურესად ტოქსიკურია, მისი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და მით უმეტეს ბავშვს ნუ დააჭირეთ ხელში, იმიტომ რომ ბავშვების ორგანიზმში ის ზრდა-განვითარებასაც არღვევს და ძალიან ბევრი ჩვენგანი ახლა შეიძლება სწორედ აი ამ ნივთიერებების მოხვედრის გამო დღემდე იმის შედეგებს, რაც დღეს გვაწუხებს ჯანმრთელობის სახით. მადლი დაგჭირებით, თუ ამ რჩევებს ასევე გავზარებს სხვებსაც, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრმა უნდა იცოდეს, თუ რამდენად სახიფათოა ამ ჩეკების გამოყენება. განსაკუთრებით ასევე იმ ხალხისთვის, ვინც მუშაობს თქვა აი მაღაზიებში, მოლებში, სადგურებზე, ვინც თქვა აი ამ ჩეკს გაძეთ ხოლმე, მათთვის რა თქმა უნდა პირველ რიგში სახიფათოა, რომ ყველაზე ხშირად სწორედ მათ ხოლმე შეხება ამ ნივთიერებებთან, ამიტომ ჩვენ ყველამ ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ და თუ ჩეკის გამოყენება გინდა თუ არ გინდა აუცილებელი არ არის, საერთოდ ნუ გამოვიყენებთ ხოლმე, თუ ის გინდა როგორც გამოვიდი აუცილებელი არ არის. მადლი დაგჭირებით, თუ ამ ვიდეოს ასევე გავზარებთ სხვებსაც, თუმცა მე აქვე მინდა მეცადე რომ არ დავემფრთხეთ, თუმცა იმის გამო რომ ეს ნივთიერებები ძალიან ტოქსიკურია, წყლობით რჩება ჩვენს ორგანიზმში და შეიძლება ეხლა ერთხელ ხელში დაჭერეთ, თქვენ არ გამოვთ, მაგრამ როცა მას ამდენჯერმე უკვე იყენებთ, თქვენი შედეგებს წლების მერე საკუთარ სხეულზე იმკით, ამიტომ უნდა მოერიდოთ მას.